დღემშვიდობის ან ღამემშვიდობის და ვაგრძელებთ თქვენ კითხვებზე პასუხს. პირველი ნაწილი უკვე არის, ეს არის მეორე ნაწილი. თუ პირველი ნაწილი არ გინახავთ ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი და ასევე თქვენი კომფორტისთვის იქნება ყველა იმ კითხვის ჩამონათვალი, რომელსაც დღეს ამ ვიდეოში გავცემ პასუხს ამ პოდკასტში და შეგიძლიათ გადახვიოთ იმ მომენტში და იმ დროზე რა კითხვას თქვენ გაინტერესებთ. თუმცა კარგი იქნება თუ ბოლომდე მოვსვენთ, იმიტომ რომ იმ კითხვებსაც რომელზეც შეიძლება უკვე გაცემული გაქვთ პასუხი, კიდევ რაღაცა დამეტებითი ინფორმაცია იპოვოთ და რაღაცნაირად ახალი დეტალი შემოვიდეს კიდევ თქვენს ცნობიერებაში და გონებაში. შევუდგეთ მოკლედ საქმეს და დღევანდელი კითხვებია. პირველი კითხვა არის ასეთი: ბევრი სულიერი საკითხის მოსმენის გაცნობის შემთხვევაში შესაძლებელია სულისთვის ოვერდოზი იყოს და ტაიმაუტი აგვაღებინოს სამყარო? აქ საკვანძო საკითხი არის კითხვა და გაცნობა, იმიტომ რომ სულიერი განვითარება კი რა თქმა უნდა რაღაც გონებით უნდა დავინტერესდეთ და თავდაპირველად რაღაც ინფორმაციით შემოდით პოსტის სახით თუ სწავლების სახით თუ წიგნის სახით, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის არის რეალურად ჩვენ გაგვიჩნდეს ინტერესი რაიმე პრაქტიკისა, რომელიც დაგვეხმარება სულიერ ზრდაში. რა თქმა უნდა, ასეთი მიმართულებაც არის, რომ მხოლოდ მენტალური შემეცნებითაც შესაძლებელია გარკვეული სულიერი ზრდა. თუმცა აქ ბევრი ნიუანსი არის. პირველი არის ის, რომ მხოლოდ მენტალური შემეცნებაში იგულისხმება მხოლოდ სწავლა, მოსმენა, კითხვა და მხოლოდ გონებრივად სამყაროს შემეცნება. ეს არის ბევრად უფრო გრძელი გზა, ჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო და შესაბამისად დროში ძალიან გაწელი პროცესია. ასევე აქ არის ის მომენტი, რომ შეიძლება ერთ და იგივე წყაროს წააწყდეთ, შეიძლება სადღაც არასწორი ინფორმაციებსაც წააწყდეთ და გარჩევადობა შეიძლება არ იყოს დიდი, რომ ახლა ეს ჯობია თუ ის ჯობია, ეს უფრო მართალია თუ ის უფრო მართალია, იმიტომ რომ სამყაროში დღესდღეობით იმდენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის სულიერებასთან, რომ რა თქმა უნდა, ბევრ წყაროებში ურთიერთგამომრიცხავი რაღაცების წერია. უბრალოდ თავდაპირველად ჩანს, რომ ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა რაღაცა დონეზე, როცა ადის ადამიანის ცნობიერება და განვითარება, მერე ამ ყველაფრის დაკავშირება შეუძლია და ხვდება, რომ არაფერი ჭეშმარიტი ცოდნა, იქნება ეს ვედური თუ ჩინური თუ ასე შემდეგ, ერთმანეთს არ გამორიცხავს. ამ თავარი ფაბულები არის აბსოლუტურად იდენტური და ერთნაირი. ამიტომ მენტალური შემეცნების გზაზე ადამიანები გადიან ძალიან დიდ გზას და ხშირ შემთხვევაში სულიერ განვითარებაში პირველი ხაფანგი არის სწორედ მენტალობაში დარჩენა, ანუ როდესაც ადამიანს სიამოვნებს ძალიან ბევრი ამის კითხვა, მოსმენა და მთელი მის ცხოვრება მოცულია ყოველი წუთი და ყოველი რაღაცა ჩართული აქვს რაიმე აუდიო ან ლექცია და ყველაფერს უსმენს და ყველაფერს კითხულობს და აქედან გამომდინარე გონია, რომ ის რამეში ვითარდება. რა თქმა უნდა, რაღაცებში ვითარდებით, ასე მეც ასე დავიწყე ეს გზა და ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პირველი ეტაპია, რომელთაც ადამიანი რაიმე სულიერ განვითარებას იწყებს ძირითადად შემთხვევაში, ხო? თუ ისეთ ოჯახში არ დავიბადეთ, სადაც ვინმე გურუები გვყავს და პირდაპირ სწორ გზაზე არ გვაყენებენ რაიმე პრაქტიკაში, მაშინ ნებისმიერი ადამიანის სულიერი ზრდა იწყება ინფორმაციის მოძიებით, კითხვების დასმით, ამ კითხვებზე პასუხების მოსმენით, გაგებით, პოვნით და მერე ინტერესდება ადამიანი უკვე რაიმე სულიერი პრაქტიკებით. შესაბამისად, თუ ამ ეტაპზე ადამიანი ძალიან დიდ ხანს გაჩერდა და არანაირ პრაქტიკაში არ გადავიდა, რა თქმა უნდა, არის როგორც ამ კითხვაში არის მოცემული ოვერდოზი. იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე სახის ცოდნა. პირველი ეს არის უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც გავიგეთ ან წავიკითხეთ და ამის ტრანსლირება შეგვიძლია, იმიტომ რომ ლოგიკურია, იმიტომ რომ გავიგეთ და იმიტომ რომ შეგვიძლია ეს სხვა ადამიანსაც გაუზიაროთ. და ძირითადად ამას ვაკეთებთ ხოლმე ადამიანები ძალიან ზედაპირზე, როგორც კი რამე ახლოს გავიგებთ, ძალიან გვეჩქარება, რომ ეს ვინმეს გაუზიაროთ, ვინც ჯერ არ იცის და მისი აღფრთოვანებით და მისი ამ ახალი გაცნობიერებით ჩვენც დავტყვეთ და ცოტათი ვიკაიფოთ, რომ აი რაღაცა ახალი უთხარით ადამიანს და მასშიც რაღაცა გარდატეხა მოხდა. არის ასევე ცოდნა, რომელიც ემყარება გამოცდილებას, ანუ ის რაც გავიგე, მერე გამოვლინდა მატერიალურ სამყაროში, მერე ეს უკვე ჩემ ტყავზე განვიცადე და შესაბამისად არსებულ სიტუაციაში მე ჩემი ახალი ცოდნიდან გამომდინარე მოვიქეცი უფრო სწორად, ვიდრე აქამდე მოვიქცეოდი და ეს გამოცდილება უკვე დაემატა ამ ცოდნას და ეს არის უკვე ინფორმაციისა და გამოცდილების ნაზავი, რომელიც არის მართლა ღრმა ცოდნა.
და ასეთი მასწავლებლები ზოგადად ცოტა უფრო იშვიათი არის დღევანდელობაში და ასეთი ინფორმაციაც უფრო ცოტა არის. იმიტომ რომ ძირითადად ადამიანებს გვიყვარს ხოლმე წაკითხული და მენტალური გააზრებით რაღაცები საუბარი, თუმცა ადამიანები, რომლებიც საუბრობთ ბევრ რამეზე, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ტყავზე შეიძლება რაღაცები არ გქონდეს განცდილი და მხოლოდ სიტყვიერი რაღაცის გაზიარებით ის რომ მაგალითად მე დღეს იუნგის რაღაცა წიგნი წავიკითხე და ეს გავაზიარე ან კურსი გავაკეთე ან რაღაცა, ანუ ეს ინფორმაციის გარდა ადამიანს არაფერს არ ეძლევს. შეიძლება ხა თქვათ რომ და ინფორმაცია რა ცუდია, ძალიან კარგი ინფორმაცია, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ზედმეტი ინფორმაცია, როცა ადამიანი წლებია აი ამ ინფორმაციების ძიებაშია და ყველას და ყველაფერს უსმენს, როგორც წესი არის აი ამ ინფორმაციის ხაფანგში. და ძალიან იშვიათად რომ ისეთი ვინმე მასწავლებელი შეგვხვდეს, ვინც გამოცდილებაზე დაყრდნობითად საუბრობს და გარდა ინფორმაციისა კიდე ენერგიის გადმოცემად შეუძლია, რომელიც მართლა დაეხმარება მეორე ადამიანს რაიმე ნაბიჯის გადადგმაში და წინ წასვლაში. როგორც წესი, აი ამ ცოდნაშივე ვიდკეპნებით, თითქოს ყველანაირი ინფორმაცია მივიღეთ, ყველაფერი გვესმის, მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მაინც ერთ ადგილს ვკეპნით და მე ჩვენ თავთან გვაქვს პრეტენზია, რომ კაცო, ამდენი ვიცი, ამდენი რამე მოვისმინე, განაჩემსავით ეხა ესე ვინმე ზის და საათობით ამ ყველაფერს უსმენს, რასაც მე ვუსმენ და მე ხო მესმის და რატო ვდგევარ მაინც ამ პრობლემის წინაშე? თეორიულად ხო ყველაფერი მესმის და რატო ვერ ვდგამ ნაბიჯს? და აქ პასუხი არის ის, რომ იმიტომ რომ ხოლმე თეორია არაფერს არ შველის თუ არ არის შენ ტყავზე გამოცდილი და როგორც წესი ადამიანები როდესაც იწყებენ სულიერ გზას, თუნდაც ინფორმაციის მიღების პირველი ნაბიჯი თუნდაც ეს იყოს, ხო? მოსმენა და წაკითხვა. შემდგომ ხდება ის, რომ ადამიანებს უშევდათ პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ მე ხა მეტი ვიცი და მეტი უნდა გავაკეთო. და როგორც კი მეტი ინფორმაცია შემოდის, რა თქმა უნდა, სამყარო მეტ გამოცდასაც გვიგზავნის, იმიტომ რომ რასაჭირო არის ცოდნა თუ ამას არ გამოიყენებ რეალურ მატერიალურ სამყაროში. სამყაროს აქვს ესეთი პრინციპი, რომ ის არასდროს არ ხარჯავს ზედმეტ ენერგიას იმაში, რაც არ იქნება შედეგის მომცემი. შესაბამისად, ის არ ჩადებს ზედმეტ ენერგიას იმაში, რომ თქვენ უბრალოდ რაღაცა ინფორმაცია გაიგოთ იმის გარეშე, რომ მე ეს ინფორმაცია რამეში არ გამოგადგეთ. შეიძლება ხა თქვათ, რომ ძალიან ბევრი რამე ვიცი, რაც არასდროს არ გამომდგომია, მაგრამ ეს ცოდნები თქვენს გონებაში და თქვენს ცნობიერებაში ისე დაილექა და ისეთი ნეირონები არის გაბმული, მერე რაც სხვა რაღაცეებში და სწორი რაღაცეების შემეცნებაში გეხმარებათ. ასე რომ უბრალოდ ინფორმაცია, იმიტომ რომ ინფორმაცია მოვიდეს, არ მოდის. ეს ინფორმაცია რაღაცაში უნდა გამოიყენოთ ცხოვრებაში. შესაბამისად, როგორც კი მოდის ინფორმაცია, აქვე მოდის კარმული გაკვეთილები, გამოცდები, სეხმამაღლა რო ვთქვათ, და ის სიტუაციები იქნება, რომელშიც მერე ეს ცოდნა უნდა გამოიყენოთ, ხო? აი მარტო მაგალითად რა ვიყოთ, მაგალითად გაიგეთ უპირობო სიყვარულის შესახებ, რომ აი ეს ძალიან კარგია, წაიკითხეთ რომელიმე გურუს წიგნი, რომ აი ძალიან მაგარია, ყველაფერი ეს არის, ამის გარშემო ტრიალებს სამყარო ძალიან აღფრთოვანდით და აი გაგიჩნდათ ძალიან დიდი შინაგანი სიყვარული იმდენად წიგნმა კარგად იმოქმედა, რომ აი პირდაპირ გაიხსნა ეს გულის ჩაკრა, ამაღლდა ენერგიები და აი ამ უპირობო სიყვარულის განცხრომაში და ტკბობაში ხართ. ავტომატურად დაახლოებით ამ პერიოდში გამოჩნდება რაღაც სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში, ვინმე ადამიანის სახით, ან რაღაცა გარემოს სახით, სადაც ძალიან ცუდად მოგექცევათ ვიღაცა, ან რაღაცა თქვენ ოჯახის წევრს მოგექცევათ ცუდად, მოკლედ არ მოიქცევა კარგად. და თქვენი გამოცდა რა არის აქ ის, რომ აბა თუ უპირობოდ შეგიძლია სიყვარული და თუ გაგეხსნა გულის ჩაკრა, აბა შეიყვარა ეხა ეს ადამიანი, რომელიც ასე ცუდად მოგექცა და აქ უკვე მოდის მატერიაში იმ რაღაცეების გამტკიცება და დამტკიცება. გამოცდების გავლა, რომელიც ჩვენ გონებით თუ ჩვენი ცნობიერებით შევიმეცნეთ. ამიტომ ბევრი ადამიანი, როდესაც სულიერი განვითარების გზაზე დგება, რა თქმა უნდა, მოდის მეტი გამოცდები, რომლებიც უნდა გავიაროთ იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელიც შევიმეცნეთ. რაც შეეხება პაუზებს, ეს ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი მდგომარეობა, როცა ძალიან ბევრს ვიმეცნებ და რაღაცა მომენტში ჩერდება და თითქოს ახალი არაფერი არ შემოდის. ამას შეიძლება ქონდეს ორი მიზეზი. პირველი არის ის, რაც უკვე ვახსენე, რომ პრაქტიკაში არ მიდიხართ და მხოლოდ თეორიაში ბრუნავთ და ცხოვრება გიბიძგებთ, სამყარო გიბიძგებთ, რომ ეხლა ცოტა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგი და კაი ეს ინფორმაცია გავიგე, მაგრამ ეხლა მოდი ვიმუშაოთ პრაქტიკაზე, მე ვიმედიტიროთ, რაღაც იოგა გავაკეთოთ, ენერგეტიკულად მოვძლიერდეთ და ჩვენ თვითონ განმოვითაროთ საკუთარი თავი. და ხშირად ეს გაჭედვა სწორედ ხდება, იმიტომ რომ ადამიანი არ გადადის პრაქტიკაზე. და მეორე არის ის, რომ როდესაც სამყარო რაღაცას გვაძლევს, ჩვენ ეს უნდა გავაზიაროთ და
ხანდახან ადამიანები ძალიან ბევრს იმეცნებენ, აი მაგალითად მეხუთე სახლი ვისაც აქტიური აქვს და კარგი მეხუთე სახლი აქვს, ძალიან ბევრ ამას სწავლობენ, მაგრამ არ უყვართ გაზიარება. შეიძლება არ უყვარდეთ უბრალოდ გააჩნია, უკას ხსოქს უყვარს, ოქს არ უყვარს. და არ ეზიარებენ, აი თავისთვის სწავლობენ, თავისთვის кайფობენ ამ ყველაფრით და არავის არც არ უზიარებენ, არც ასწავლიან, არც გადასცემენ, არც ეხმარებიან, არც კონსულტირებენ, არც კურსს არ აკეთებენ. არაფერი საერთოდ და ესეც არის ერთგვარი პრობლემა ზუსტად ამ სულიერ გზაზე გაჭედვის ერთ-ერთი მიზეზი. იმიტომ რომ სამყარო ჩვენ რასაც გვაძლევს, ეს ჩვენ სამყაროს უნდა დაუბრუნოთ და ყველა არ გვეძლევა რაღაც ცოდნა და რაღაც ინფორმაცია. აქაც გონების ხაფანგი არის ხოლმე იქ, რომ დაიცა ჯერ მე მაგდანი არ ვიცი და კიდე რამდენი არის გასაგები და სასწაული, სანამ რაიმეს გადმოცემას დავიწყებ. მაგრამ აქ გვეპარება ის მომენტი, რომ ჩვენ რაც უკვე ვისწავლეთ, ვიღაცები ამაზე უკან დგანან და ჯერ ესეც არიციან და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ესე სკოლის მაგალითზე რომ მოვიყვანო, ხო? უფრო თვალსაჩინო რო იყოს. მე თუ პირველი კლასის მასალა ვისწავლე და ახლა მეორეში გადავედი, მე შემიძლია პირველი კლასის მასალა უკვე ვასწავლო სხვას. მე მეორეს დავამთავრებ, შემდეგ შემიძლია მეორე კლასის მასალა ვასწავლო და ასე განვითარდა მეც და ჩემს უკანაც გავზარდო თაობები და სწორედ ასე ხდება სულიერი განვითარების გზაზე, იმიტომ რომ ისე ჩვენ არ გვეძლევა ეს ინფორმაცია თუ სულიერი განვითარება მოდის ცხოვრებაში და ამ გზაზე უკვე დადგა ადამიანი, ეს მას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მისია აკისრია, რომ სამყაროში ჩამოიტანოს ეს ცოდნა და ის ინფორმაცია, ეს იქნება თეორიული თუ მედიტაციური თუ იოგური თუ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ის სულიერი გზა, რომელზეც ის დგას და რაც მას შეუმეცნებია. და ამას ბევრი ადამიანი არ აკეთებს, ერიდებათ თან დღევანდელობაში ასეთი ცოდნა და ასეთი მიმართულებები ბევრისთვის მიუღებელია, ბევრი განსჯა არის ამ ყველაფრის გარშემო და ასე შემდეგ. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიაზრებდეთ, რომ სამყაროში რაც გვეძლევა, ყველად არ გვეძლევა და სხვათა შორის ვედების მიხედვით ყველაზე დიდი წყალობა სამყაროში არის, როცა უზენაეს ცოდნაზე გვაქვს წვდომა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ამაზე არ აქვს წვდომა და ძალიან კარგი და დიდი წყალობა მანიშნებელია, რომ ადამიანი რაღაცა კარგ ცოდნებზე გავიდა და შესაბამისად ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის, რომელიც აუცილებლად მე უნდა რაღაცა სახით დედამიწაზე დააბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქნება ეს პოსტების სახით, თუ ვიდეოების სახით, თუ სწავლების, თუ კონსულტაციის, თუ რაიმე სეანსების, არ აქვს ამას მნიშვნელობა, როგორიც გაგიხარდებათ, როგორი ფორმითაც მოგეწონებათ, სახის გამოჩენა არ გინდათ, დაწერეთ, პოსტები იყოს, წერა არ შეგიძლიათ, ვიდეო ჩაწერეთ, ვიდეო არ შეგიძლიათ, ფოტოები გააკეთეთ, ანუ რაღაცა სახით აუცილებლად სამყაროში უნდა დაბრუნდეს ის ყველაფერი, რასაც სწავლობთ და ამიტომაც შეიძლება რომ გაჩერდეს ხოლმე ეს რაღაცა სულიერი ახალი ინფორმაციების შემოდინება. ასევე ახლა იმ ადამიანებს შევეხოთ, რომლებიც დიდი ხანია პრაქტიკაშიც არიან, აკეთებენ სისტემატურად რაიმე მედიტაციებს და რაიმე სხვადასხვა პრაქტიკებს და მაინც რაღაცა პაუზა არის და თითქოს ერთ და იგივე ადგილის დგებნა ხდება. ამ შემთხვევაში ესეც ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა ადამიანისთვის და აქ არაფერი საგანგაშო არ არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ეტაპები, ავიღოთ უბრალოდ ბუნება, ხე ავიღოთ, ხო? მაგალითად, ანუ არის პერიოდი, როდესაც ხე იზრდება ზევიდან, ანუ ზევით, იფოთლება, იტოტება და ასე შემდეგ და არის პერიოდი, როცა ხეს ეზრდება ფესვები და ის იზრდება ქვევით, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და იმისთვის, რომ ხე სიმაღლეში გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, რომ მისი ფესვებიც იყოს ჯამრთელი და მისი ფესვებიც გაიზარდოს, იმიტომ რომ მყარი ფესვების გარეშე ხე ვერ გაიზარდება. შესაბამისად, ადამიანების ცხოვრებაში, მეტნაკლებად ახლა ზოგადად ვსაუბრობთ, ხო, ყველგან ესე არ იქნება ვიღაც ადამიანს თავისი პირადი მონაცემებით, მხოლოდ სულიერი ზრდის რუკა აქვს და მონაცემი ვიღაცას, მარტო მატერიალური ვიღაცას ორივე, მაგრამ საერთოდ ჯამში ნებისმიერი სულიერი ზრდა აიტესტება მატერიალურ სამყაროში და არის პერიოდები, როცა სულიერად იზრდება ადამიანი, ანუ ეს თქვა ფესვები იზრდება და ამ ყველაფერში ვითარდება. ეს პერიოდები შეიძლება ძალიან დიდი ხანიც იყოს და წლებსაც მოიცავდეს და შეიძლება ცოტა ხანიც იყოს. ეს უკვე თქვენი პირადი მონაცემებიდან, რუკიდან და ასე შემდეგ გამომდინარე შეიძლება რომ დადგინდეს. და არის პერიოდები, როდესაც სამყარო ადამიანს თხოვს სხვა რაღაცა მატერიალურ დავალებებს და სხვა რაღაცების შესრულებას და თუნდაც იმ ცოდნის მატერიაში გადმოტანას, რომელიც მან უკვე მიიღო. აქვე
მოუყვები ეს ისტორია მე მგონი რომელიღაც ვიდეოში მოყოლი მაქვს, მაგრამ აი ძალიან კარგი თვალსაჩინო მაგალითი იქნება გეშელ მაიკლ როუჩის ისტორია, რომელიც არის ამერიკელი ადამიანია, კაცი არის, უკვე ასაკოვანი და ის ძალიან პატარა ასაკში, მე მგონი სტუდენტობის ასაკში წავიდა ტიბეტში და მას უნდა ინდოეთში წავიდა უფრო სწორედ, უნდა სულიერი ცოდნის შეძენა. და ის გახდა ბერი და მან იმსახურა ძალიან ბევრი წელი, 30-13 წელი მგონი მონასტერში და ძალიან მოკლედ მაღალ დონეზე ავიდა და პირველი ამერიკელი თეთრკანიანი ამერიკელი უცხოელი ადამიანი იყო, რომელმაც იმ რაღაც სასწავლებელში, რომელშიც ის იყო, ჩააბარა გამოცდები და მიენიჭა ესეთი მანქის წოდება, ხო? და შესაბამისად, მან ეგონა, რომ всё გაინაღდა ეხა ცხოვრება, всё უკვე ბერია, უკვე რაღაცა სულიერად განვითარდა, ახლა შეუძლია ასწავლოს და მისმა მასწავლებელმა დაიბარა და უთხრა, რომ აქ ვარ მთავრდებო შენი გამოცდაო, შენო ეხა უნდა წახვიდეო, დაბრუნდეო ამერიკაშიო და ბიზნესი გააკეთო და რა თქმა უნდა ძალიან შოკი იყო, იმიტომ რომ რა ბიზნესი უნდა გავაკეთო აქ, იმიტომ რომ ვერ ვიტან მატერიალურ ცხოვრებას და ვერ ვიტან ამ ბიზნესებს და ეს ფულთან შეხება არ მიყვარს და აგერ 30-13 წელი აქ ცხოვრობ და რა ბიზნესი. და უთხრეს რა ვიცი რა, ხა ამდენი ცოდნა რომ მიიღე, როგორ უნდა დაამტკიცო, როგორ უნდა დაუმტკიცო სამყაროს, რომ შენ ეს ცოდნა მართლა გაქვს, თუ ამას მატერიალურ სამყაროში ვერ შეძლებ რომ გამოიყენო და ვერ შეძლებ რომ გადმოიტანო და მან მოკლედ წადე და ბიზნეს გააკეთე და გამოიყენო ბიზნესში ეს ცოდნა. და სამომავლოდ მე წავა ეს ადამიანი ამერიკაში და ძალიან დიდ ბიზნესს გააკეთებს, რომელსაც მე გაყიდის და ამ ფულს ისევ ახმარს აი ამ რაღაცა ძველი ტიბეტური ტექსტების თარგმნაზე და ისევ ცოდნის გავრცელებაზე, მაგრამ ეს იყო მისთვის გამოცდა, რომელიც უნდა ჩაებარებინა. ამიტომ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიძენთ, ეს იტესტება მატერიალურ სამყაროში და უბრალოდ აი სულ კითხვა და სულ ინფორმაციის შეძენა ხანდახან ძალიან რთულ პოზიციაში გვამყოფებს, იმიტომ რომ კითხვასთან ერთად რაც უფრო მეც ვიმეცნებთ და ვიგებთ, შემოდის გაკვეთილები, ამ გაკვეთილების დამუშავება არ გვინდა, იმიტომ რომ აუკაირა ეს მატერია მეზარება და ისევ ის წიგნები ჯობია თუ ლექციები და ასე შემდეგ და რეალურად მაგას ვართ, მაგრამ სულიერი განვითარება იტესტება ისევ და ისევ მატერიალურ პლატფორმაზე. მატერია და სულიერება არ არის გაყოფილი ერთმანეთისგან. კი, არიან ბერები, არიან რაღაცა ჰიმალაებშიც რო ცხოვრობენ ასკეტი განდეგილები და ასე შემდეგ, ასეთებიც არიან, მაგრამ ჩვენ ეს გზა არ გვაქვს და ესეთი ცხოვრებით ერთეულები მოდიან. დანარჩენ შემთხვევაში ეს დებულება არის მართებული, რომ სულიერება იტესტება სწორედ მატერიალურ სამყაროში. ამიტომაც ჩერდება ხოლმე ხანდახან სულიერი ზრდა, თითქოს ინფორმაცია ახალი აღარ შემოდის და აღარ გვაკმაყოფილებს და რაღაცა ახალი კარი აღარ იხსნება, ერთი და იგივეში ვართ, ერთი და იგივეს ვტკეპნით და თან გვართ ისეთ გამოწვევებში მატერიალურ სამყაროში, რომლის დამუშავებაც არ გვინდა და თან მე ვბრაზობ საკუთარ თავზე, რომ აი ამდენი ვიცი და ამას რატო ვერ ვშვები. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის პრაქტიკის დაწყება, ან თუ დაწყებული გაქვთ ხშირად ესეც არის, რომ დაიწყებენ და მე მიაგდებენ ხოლმე, ან თუ დაწყებული გაქვთ, მაშინ პრაქტიკის განახლება და გაგრძელება, იმიტომ რომ პრაქტიკა არის ის, რაც ყველაზე სწრაფად აგიყვანთ სულიერ განვითარებაში. გონებით შემეცნება არის ყველაზე გრძელი გზა და ყველაზე ბევრი გამოწვევით სავსე გზა. უბრალოდ გამოწვევა ყველა ვარიანტია, მაგრამ მხოლოდ მენტალური შემეცნებით ამ გაკვეთილების დამუშავება ბევრად უფრო რთულია. მნიშვნელოვანია პრაქტიკა, იმიტომ რომ სწორედ პრაქტიკა ამაღლებს და აძლიერებს თქვენს ენერგეტიკას საერთო ჯამში და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის თუ რამდენი გაიგეთ. ძალიან ხშირად გაიგებდით, რომ აი სულიერი მასწავლებლებისგან თუ იცით მათი ისტორიები, ბიოგრაფიები, ძალიან ბევრი სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ აი რაღაც ეტაპიდან მე საერთოდ აღარ ვკითხულობ წიგნებს და არანაირ ინფორმაციას აღარ ვიმეცნებ, იმიტომ რომ ყველა პასუხი არის ჩემში და ყველაფერი ვიპოვე საკუთარ თავში და მე არ მჭირდება ტვინის დატვირთვა იმისთვის, რომ რაღაცა გავიკო და რაღაცა შევიმეცნო. და ეს ეტაპიც დგება რაღაცა დროის შემდეგ. მანამდე კი ძალიან მოგწონს მენტალური შემეცნება, მაგრამ ეს უნდა გვახსოვდეს, რომ არის ასევე ხაფანგი და ჩვენი ეგო გვიგებს ამ ხაფანგს, რომ აი იმეცნებს, სწავლობ, ხარჯავ ფულს კურსებზე, მეტი იცი, მაგრამ რეალურად სულიერად არანაირი ძვრა არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრაქტიკა არის გამოსავალი და დაიძრება ეს პროცესი. შემდეგი კითხვა, ჩემი საყვარელი კითხვა იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ფორმით არის დასმული, აი ძალიან საყვარელი კითხვა არის. კითხვა არის ესეთი, მედიტაცია და რაღაცეები გასაგებია, მაგრამ სიღრმეში როგორ ჩავიდე? ესეთი კითხვა გვაქვს.
პასუხი რა თქმა უნდა ამ კითხვაშივეა და სიღრმეში შეგიძლიათ ჩახვიდეთ სწორედ მედიტაციით, უფრო სწორი და უფრო ღრმა მედიტაციით. მოდი ცოტა რამ თქვათ მედიტაციაზე, იმიტომ რომ ერთი კითხვა მედიტაციებზეც იყო, მედიტაციაზე მოგვიყევიო და ბევრი კითხვა შემოდის ყოველთვის მედიტაციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველთვის ურჩევ ადამიანს მედიტაციებს. თუმცა მე არ ვარ მედიტაციის მასწავლებელი, არც ერთ მედიტაციის მიმართულებაში, რომელიც მე შემისწავლია და ვაკეთებ. ამ მედიტაციის მიმართულებებში მე არ მაქვს მასწავლებლის რანგი, რომ ვინმეს რაიმე ვასწავლო. ამიტომ რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გასწავლით, ხშირად ამაზეც ვწერენ რომ აი მასწავლე როგორ ვიმედიტირო. გამოდიერთდა რომ არ მაქვს მე ამის უფლება, არ მისწავლია ის გზა არ გამივლია რომ გავხდარიყავი ამ ყველაფერში მასწავლებელი, ამიტომ მხოლოდ რჩევები შემიძლია მოგცეთ და მიგითითოთ სად და როგორ შეიძლება ისწავლოთ. ხშირ შემთხვევაში მედიტაციებს ადამიანები არ ქმნიან, როდესაც უბრალოდ დაჯდებიან, თვალებს ხუჭავენ, სუნთქვას აკურდებიან, ან ცდილობენ რომ კონცენტრირდნენ რამეზე, ან შუქზე, ან სანთელზე, ან იმაზე, ან ამაზე და მარტივ რაღაც კიდრებულ მედიტაციებს აკეთებენ ინტერნეტიდან. რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, სულ არაფერს ჯობია, მაგრამ მედიტაცია ეს არ არის. მედიტაცია აქვს უდიდესი სკოლა და რამოდენიმე მიმართულება არსებობს მედიტაციური სკოლების და ეს მედიტაციები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველაფერს რასაც მივყევართ ჭეშმარიტებამდე არის სწორი და ის თუ რომელი მედიტაცია უნდა ავირჩიოთ, ხოლო ჩვენს სურვილზე და ჩვენს ხედვებზე არის დამოკიდებული. დღეს რომელი მედიტაციის გაკეთება შეგიძლია უნდა ირჩიო ის, ხოლო მე შეიძლება მოგინდა სხვა, გადახვიდო სხვა სისტემაში და აკეთო სხვა მედიტაცია და ნელ-ნელა ასე ვითარდება ადამიანი. ხანდახან შეიძლება პირდაპირ მედიტაცია ირჩიოს ადამიანმა, რომელშიც ბოლომდე დარჩება და იქ რეალიზდება, ანუ ყველა ადამიანს თავისი შესაფერისი მედიტაცია აქვს. ის რომ ხა ზოგადად ასე ადამიანს ურჩიოთ, რომ აი უეჭველი ეს ჯობია თუ ის ჯობია, ასე არ არის, იმიტომ რომ ყველა კლასიკური მედიტაციის სკოლა, რა თქმა უნდა, აგებული არის ფუნდამენტურ დებულებებზე და სწორ ცოდნაზე და რა თქმა უნდა ყველა კლასიკური მედიტაცია არის ძალიან კარგი. ის თუ რომელს აირჩევს ადამიანი, ეს არის მასზე დამოკიდებული და თვითონ უნდა იპოვოს თავის თავში რაღაცა სურვილი თუ ინტუიცია, რომლისკენაც გაუწევს გული. თუმცა საქართველოში დღესდღეობით ამაში ცოტა ჭირს, რომ ყველანაირი მედიტაციის სკოლა ჩვენ არ გვაქვს, რომელიც სოფლიოში არსებობს, თუმცა არის ტრანსცენდენტალური მედიტაციის სკოლა და მასწავლებლები, რაც ძალიან კარგია და ტრანსცენდენტალური მედიტაცია ერთ-ერთი საუკეთესო მედიტაცია იმ გაგებით, რომ ის არის ძალიან მარტივი და ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ხშირად ამაზე მეუბნებიან, რომ ის რამე კონცენტრაცია არ შემიძლია, ფიქრების გათიშვა არ შემიძლია და ვერანაირ მედიტაციას ვერ გავაკეთებ. ტრანსცენდენტალური მედიტაციას არ ჭირდება კონცენტრაცია, არ ჭირდება ფიქრების გათიშვა, თქვენგან საჭირო რომ მხოლოდ დაჯდეთ გამართული ხერხემლით. მხოლოდ ეს მოითხოვება ამ მედიტაციით და დროშიც ძალიან მოკლე არის. ყველაზე მცირედი დრო არის საჭირო რომ დაუთმოთ ამ მედიტაციას სხვა დანარჩენი მედიტაციების სკოლებთან შედარებით. დანარჩენი ყველა არის უფრო ვრცელი, ჭირდება მეტი დრო, ჭირდება მეტი თუნდაც კონცენტრაცია და ასე შემდეგ. ხოლო ეს არის ყველაზე მარტივი. ასევე არის მაგალითად ოშოს მედიტაციების წიგნი, სადაც არის სხვადასხვა მარტივი მედიტაციური პრაქტიკები, სადაც უბრალოდ შეგიძლიათ თქვენი თავი დატესტოთ, რაღაც ეტაპებზე აკეთოთ ეს მარტივი მედიტაციები. თუმცა თუ სულიერი განვითარება გინდათ და თუ მართლა წინსვლა გინდათ, მაშინ რომელიმე სერიოზულ მედიტაციის სკოლას უნდა მოკიდოთ ხელი. სავარაუდოდ ეს კითხვაც, რომ მედიტაციები და რაღაცები გასაგებია, მაგრამ სიღრმეში როგორ ჩავიდე, ისმევა ადამიანის პერსპექტივიდან, რომელსაც არ უცდია რომელიმე ესეთი კლასიკური მედიტაციის სკოლის გავლა, სწავლა და შემდეგ კეთება. იმიტომ რომ სიღრმეში ჩასვლა ხდება სწორედ ასეთი მედიტაციებით. ან უბრალოდ აი რაღაცა ინტერნეტში მოსმენილი მედიტაციებით იმ სიღრმეებში, რა თქმა უნდა, ვერ ჩახვალთ რა სიღრმებზეც მედიტაციებიდან გამომდინარე არის წვდომა. თუნდაც ტრანსცენდენტალურ მედიტაციას შეუძლია ტრანსცენდენტალურ მდგომარეობაში მოგაქციოთ, რომელიც არის ძალიან ღრმა მდგომარეობა და ძალიან სასიამოვნო გამოცდილება. ამას რა თქმა უნდა ინტერნეტში გიდრებული მედიტაცია ვერ გააკეთებს. ამიტომ აქ გამოსავალი არის ის, რომ მოიძიოთ უბრალოდ უფრო სერიოზული ტექნიკები, რომელიც არ არის ინტერნეტში უფასოდ არ ყრია, იმიტომ რომ ამ მედიტაციებს ადამიანები წლობით სწავლობენ, მერე სწავლობენ როგორ ასწავლონ, იღებენ ინიციაციებს და არიან მასწავლებლები და მერე ასწავლიან სწორად, ანუ უნდა მოიძიოთ ასეთი ადამიანები, უნდა მოიძიოთ ასეთი სკოლები და ოფიციალურად, კლასიკურად უნდა ისწავლოთ თქვენს ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც გასწავლიან, გააკეთოთ ინსტრუქციის მიხედვით და შესაბამისად მერე მოვა სიღრმეებიც. უბრალოდ აქ
ძირითადად შეცდომაში შეყავთ ადამიანებს ის, რომ ესე ინტერნეტში მოსმენელი მედიტაციით რომ რაღაც არ გამოდის და დიდათ არაფერი არ ხდება, გონიათ რომ მედიტაცია არ მუშაობს. თუმცა მედიტაცია არ არის ის, რაც ინტერნეტში წერია, მედიტაცია თქვენი მედიტაცია უნდა ისწავლოთ უშუალოდ მასწავლებლისგან, ჯაჭვით უნდა ისწავლოთ, ანუ მას რო ვიღაცა მასწავლა კვალიფიციურმა და მე თვითონ რო ასწავლის, ანუ ასეთი გამტარობით უნდა ისწავლოთ მედიტაციები და ნებისმიერი სხვა მაღალი სულიერი ცოდნები და არა ინტერნეტიდან, იმიტომ რომ მედიტაცია არ ისწავლება ინტერნეტით და ასევე არსებობს მთელი რიგი მედიტაციების განვითარება და სისტემები, რომლებიც არც წიგნებში არ წერია და მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ რჩეულ სტუდენტებზე ამ ტექნიკების გაცემა და ამას ქვია ძალიან სერიოზული უკვე სისტემა, რომელშიც ადამიანები ხვდებიან, ვითარდებიან, უღრმავდებიან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩავუღრმავდი უფრო სერიოზული მედიტაციის ტექნიკების სწავლით და პრაქტიკით. შემდეგი კითხვა არის ესეთი წარუმატებლობის შიშთან დაკავშირებით, რომ წარუმატებლობის შიში ძალიან ბევრი ადამიანს აქვს, რომ რაღაც არ გამოუვა და ამის გამო მე არაფერს არ ეკეთებენ. წარუმატებლობის შიში მოდის ეგოდან, ეგო გვიცავს იმისგან ამ შიშით, რომ არაფერი არ ვაკეთოთ. და ეს არის ერთგვარი ბლოკი. რომელიც ჩვენ გვაჯერებს, ან ჩვენი ეგო გვაჯერებს, რომ თუ რაღაცა გავაკეთეთ, რაღაც ქმედება განვახორციელეთ და ამას ძალიან დიდი ალბათობა აქვს, რომ დასრულდეს წარუმატებლობით და მერე ეს იქნება ძალიან ცუდი. ეს არის ეგოს ხაფანგი და ჩვენ ეს გვაკავებს იმისგან, რომ არ გავაკეთოთ ის, რაც საჭირო რომ გავაკეთოთ და არ განავითაროთ ჩვენი ცხოვრებისეული გზა. წარუმატებლობის შიშთან დაკავშირებით ეხლა რატომღაც ამომიტევდა თავში ბაგავად გიტიდან მე-16 თავში არის ძალიან კარგად დალაგებული თუ როგორ უნდა იყოს ჭეშმარიტი სწორი ადამიანის ქმედებები მომავლის რაღაც მოლოდინებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა მე ისე გენიალურად და ისე სწორად დალაგებულად როგორც ბაგავად გიტაში წერია ისე ვერ გადმოვცემ, ვისაც სული გექნებათ რა თქმა უნდა წაიგითხეთ, მაგრამ შინაარსობრივად მოგიყვებით ესე უბრალო მარტივი ენით რა ხდება. აქ ანუ კრიშნა ასწავლის არჯუნას იმას, რომ არ უნდა იყოს მოტივირებული იმაზე და მისი ფიქრები არ უნდა იყოს იმაზე მიჯაჭვული, თუ რა შედეგი დაიდება თავისი ქმედებების შემდეგ, ანუ რა შედეგს მოუტანს მას თავისი ქმედებები. აი როგორც ჩვენ მაგალითად ვისაც რაიმე დაგითესავთ ან მეურნეობასთან რაიმე შეხება ქონიათ, იცით რომ ჩვენ როდესაც დავთესავთ რაღაცა მარცვლებს ჩავყრით მიწაში, ხო, რაღაცა ნერგებს დავთესავთ, ყოველდღე ხო არ ვთხრით და არ უყურებთ, აბა იზრდება, არ იზრდება, აბა რა შვება და არ ვოცნებობთ იმაზე, რომ აუφ როგორი მოსავალი გაიზრდება და ესეთი რომ არ გაიზარდოს ეს წარუმატებლობა იქნება. ანუ ამ რეჟიმში ხო არ გვგონება, ანუ როდესაც ჩვენ მუშაობთ მიწაზე და რაღაცებს თესავთ და ვგავთ, ანუ ჩვენი მაქსიმალური ჩვენგან რაც მოითხოვება არის ის, რომ უბრალოდ ჩვენ რაც ვიცით, ჩვენი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გავაკეთოთ მაქსიმუმი და სწორად გავაკეთოთ სწორი ნიადაგი შევარჩიოთ, არ დავზოგოთ დრო, ენერგია, შრომა და მაქსიმალური ვქნათ. მაგრამ ის ამოვა თუ არ ამოვა და როგორი ამოვა და როდის ამოვა ზუსტად ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და არასდროს არ იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ვერ გავთვლით ეგეთ რაღაცას, როგორც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროცესი, თუ როგორ იზრდება რაიმე მცენარე ან ხე ნიადაგში, ხო? მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს იმისი, რომ რაღაცა არ გაიზარდოს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი წესების დაცვით გავაკეთეთ, ხო? და ეს ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული ისე, როგორც ამინდი არ არის დამოკიდებული, ხო? შეიძლება ჩვენ ყველაფერი ძალიან სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი ან შეესია პარაზიტი და გაგვიფუჭა მოსავალი. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოტივირებული იმაზე, თუ ჩვენი ქმედებები რა შედეგებს დაგვადებინებს. ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული იმაზე, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იმაში თუ ვდებთ საკმარის ენერგიას, მაქსიმალური ჩართულობით და მაქსიმუმს თუ ვაკეთებთ, რაც ჩვენ შეგვიძლია. და არა იმაზე, თუ ჩვენი ეს შედეგები რას მოგვიტანს. ეგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ რაღაცა შედეგი აუცილებლად გვექნება, იმისთვის რომ ნაბიჯი გადავდგათ. მაგრამ იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეგო არ ვართ ჩვენ ვართ აბსოლუტური ულიმიტო უსაზღვრო ღმერთის ნაწილები და ეგო არის უბრალოდ ის მექანიზმი, რომელიც მატერიალურ სამყაროში გვეხმარება ფუნქციონირებისთვის და ფუნქციონირებაში, იმიტომ რომ ეგო რო არ იყოს, ყველა მოწყոտილი ვიქნებოდით ამ მატერიას და ვერაფერს მატერიაში ვერ გავაკეთებდით. ამიტომ ეგო ძალიან საჭირო რაღაცა, უბრალოდ მას თავის ხაფანგები აქვს და ეს უნდა ვიცოდეთ რა ხაფანგები აქვს. და ასევე ის, რომ აი წარუმატებლობის შიში სწორედ ამასთან არის კავშირში, რომ აი იქ რო რაღაცა მე შედეგი
შედეგი ისე არ დაიდოს, როგორც მე მინდა, ეს იქნება წარუმატებლობა, ხო? და ეს რეალურად გიცავთ ქმედებისგან, იმიტომ რომ თქვენი ტვინი მიჩვეულია იმაზე, რომ დაგაზოგინოთ ენერგია. ანუ ჩვენს ტვინში არის გარკვეული ნეირონული სისტემა, რომელიც ყალიბდება იმ ქმედებებიდან და ყოველდღიური ჩვევებიდან, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და როდესაც რაღაც ახალს ვაკეთებთ, ამ დროს იქმნება ახალი ნეირონები. ტვინი კი ზოგადად ზოგავს ხოლმე ენერგიას, არ უნდა ახალი ნეირონების წარმოქმნა, შესაბამისად ყოველდღიურად ჩვენ 97% ზუსტად იგივეს ვიმეორებთ, რასაც წინა დღეს, ფიქრების დონეზეც კი და ახალი ნეირონები არ უყვარს ტვინს რო შექმნას, არ უყვარს რომ დამეტებითი რაღაცა რესურსი და ენერგია გამოყოს, იმიტომ რომ ახალი ნეირონის შექმნას მეტი ენერგია ჭირდება. ამიტომ ეს ჩვენი ტვინის ფუნქციაა. თუმცა თუ გვესმის რომ როგორ მუშაობს ტვინი და რანაირად მუშაობს, ჩვენ შეგვიძლია რომ აბსოლუტურად ესე გააზრებულად და დაგეგმილად განვახორციელოთ გარკვეული ქმედებები, რომელიც ჩვენს ტვინში ახალ ნეირონებს გააბამს და შესაბამისად მე აღარ გაგვიჭირდება რაღაცების კეთება. რაც შეეხება იმ ფიქრს, რომ აი მე რომ არ აღმოჩნდეს წარმატებული და ასე შემდეგ, ანუ წარმატებაც არის ძალიან ინდივიდუალური შესაგრძნობი სიტყვა, თუ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება. ანუ მაგალითად მე მინდა რომ წიგნი გამოვცა და ვიწყებ წიგნის დაწერას და თუ მე წარუმატებლად დავასრულებ ამ ცდილობას, ანუ შედეგი იქნება ის, რომ უბრალოდ ეს წიგნი არ დაიწერება, ხო? სულ ეს არის მეტი ხო არაფერი. უბრალოდ აქ არაფერი არ მოხდება, არც სოფლიო დაიქცევა, არც არავინ გაგუჩის ამის გამო, არც არავინ რაღაცა ფულს არ მოგთხოვს, ან რაიმე ანაზღაურებას, ან ჯარიმას არ დაგოკისრებენ ამის გამო და ამით არავინ არაფერში არ დაზარალდება, გარდა იმისა, რომ უბრალოდ იმ შედეგს ვერ მიიღებ, რომელიც ასურველი იყო თავდაპირველად, როცა ეს ნაბიჯი გადადგი. მაგრამ წერის პროცესში ძალიან ბევრ გამოცდილებას იძენს ადამიანი და ძალიან იზრდება და სულ სხვა რაღაცები იხსნება მის ცხოვრებაში. ამიტომ რა არის წარუმატებლობა კონკრეტულად თქვენთვის, კონკრეტულად რისი გეშინიათ, ანუ როგორი წარუმატებლობის გეშინიათ და ეს წარუმატებლობა როგორ ითარგმნება თქვენ ენაზე, ხო? იმიტომ რომ წარუმატებლობა თვითონ წარმატება, ხო, ძალიან ზოგადი სიტყვა არის, ვისთვის რა არის, ვისთვის რა არის. ასევე წარუმატებლობაც ძალიან ზოგადია. ვიღაცისთვის წარუმატებლობა არის, რომ მაგალითად ვერ მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც უნდა, ვიღაცისთვის წარუმატებლობა არის, რომ არ უყვარდეს ხალხს, ვიღაცისთვის წარუმატებლობა არის თუ ოჯახი არ ეყოლება და ასე შემდეგ, ხო, ყველას თავისი წარუმატებლობის განცდა აქვს. ამიტომ აქ წარუმატებლობის შიში არის ცოტა ზედაპირზე მქონე, ასე ვთქვათ, დებულება და ამის ქვევით არის ძალიან დიდი ფესვები. რეალურად ეს წარუმატებლობის შიში ჩადის ძალიან ღრმად, ძალიან ღრმად და შეგიძლიათ ჩაყვეთ, ანუ აი კონკრეტულად რა არის ეს წარუმატებლობა, რა შედეგი უნდა დადგეს იმისთვის, რომ დაარქვათ, რომ ეს იყო წარუმატებელი და თუ დადგა ასეთი შედეგი, რას გაგიფუჭებთ განა ისეც, რომ დაიქცეს ახლა მსოფლიო იმის გათვალისწინებით, რომ ერთი პატარა წერტილი ვართ, წერტილიც არ ვართ ამ მთლიან სისტემაში, ძალიან ლიმიტირებული და მოზომილი რაღაცა დროის მონაკვეთით ვართ დედამიწაზე და ჩვენი წარუმატებლობა სადღაც თან რასაც შეიძლება ვერც ვრავინ ვერ გაიგოს და მარტო ჩვენ ვიცოდეთ, რომ რაღაცაში არ იყო წარმატება, ანუ აი არაფერს არ შეცვლის დედამიწაზე, არც იქით და არც აქეთ. ამიტომ წარუმატებლობის შიში არის გონების ხაფანგი, რომელსაც შეგიძლიათ ჩაყვეთ, გაარკვიოთ, რატო გიდებთ გონება ამ ხაფანგს და რაც უფრო ამას ჩაყვებით და ჩაეძიებით, თქვენ თავთან შეგიძლიათ ეს კითხვები დასვათ, იმუშაოთ და მიხვდებით რეალურად, რატო ვერ დგამთ ნაბიჯს და რეალურად რა არის წარუმატებლობა. შეიძლება გადაფასებაც კი მოხდეს, რომ თუ ესე ღრმად ჩახვალთ რა არის წარუმატებლობა და მიხვალთ იქამდე, რომ აი მაგალითად წარუმატებლობა არის ის, რომ ვიღაცა ნათესავმა ლეილამ გაიგოს, რომ მე რაღაცა არ გამომივიდა, ამასაკში და ამ მდგომარეობაში შეიძლება ისიც გააცნობიეროთ, რომ ახლა უკვე ლეილას არის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის და ეს რაღაცა ბავშვობის კომპლექსია, რომელიც მაშინ ჩაიდო და იმის მერე არც გადაგიხედიათ და ავტომატზე ეს კომპლექსი შეიძლება არსებობდეს დღემდე თქვენში და თუ ამას გადახედავთ, შეიძლება ის შიშები და კომპლექსებიც მოიხსნას, რომელიც თავის დროზე იყო ჩადებული და რაზეც ახლა დგას ის დებულება, რომ გაშინიათ წარუმატებლობის. მოკლედ სამუშაო აქ ბევრია, შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ ამ თემას, თუმცა საერთო ჯამში ეს არის შიში, რომელიც მოდის ეგოსგან და უბრალოდ ზოგავს ენერგიას თქვენი სხეული და თქვენი ტვინი, რომ რაღაცა არ გააკეთოთ. შემდეგ კითხვა არის საკუთარ როლს რომ იპოვოთ ცხოვრებაში, მისი სისრულეში მოყვანაში რა დაგვეხმარება. მხოლოდ მოთმინება, იმიტომ რომ ყველაფერს ჭირდება დრო. ახლა ჩემი როლი თუ შევასრულე დღესვე, მაშინ ჩემს ცხოვრებას აწი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? არანაირი აზრი არ აქვს და მაშინ უნდა დავტოვო დედამიწა და წავიდე. ამიტომაც როლის შესრულება ხდება ზუსტად იმ ვადებში, რა ვადაც არის გაწერილი თქვენ ცხოვრებაზე. თუ პირობითად უნდა იცხოვროთ 80 წელი, თქვენი როლის შესრულება მოიცავს 80 წელს. ამიტომაც ამაზე ადრე
ვერ შეასრულებთ. და შესაბამისად აქ უბრალოდ ტვინს ეჩქარება, რომ აი ხა დღესვე რო ვიცი რომ ჩემი როლი არის რომ პირობითად ვიყო ძალიან მაგარი არ ვიცი მასწავლებელი, დღესვე რატო არ არის ეს და რა დამეხმარება რომ მაქსიმალურად დავაჩქარო ეს, მაგრამ რეალურად ეს რო დააჩქაროთ, ანუ მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში თუ ეს არის მთავარი როლი და მოცემული გაქვთ უფრო მეტი წელი სიცოცხლის, ესე იგი იმ ცხოვრების წლებზე არის გადანაწილებული ამ როლის რეალურად მაქსიმალურზე რეალიზაცია, ხო? შესაბამისად მოთმინება და კვალდაკვალ იმ გზაზე სიარული, რომელი როლიც გააცნობიერეთ. საფეხურ მოთმინებით და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მინდობლობით, რომ თქვენ როლს ასრულებთ, ყოველდღე რაღაცა მცირეც ამისთვის აკეთებთ, მიდიხართ წინ, მაგრამ არ უნდა გეჩქარებოდეთ და შედეგები უნდა მიანდოთ სამყაროს, იმიტომ რომ თუ დღესვე მივახცე ყველაფერს, მაშინ რა არის ინტერესი იმისა, რომ ეს სამყაროში ვიყო? არაფერი. არ სამყაროს აწყობს ჩემს სიცოცხლეზე მეტი ენერგიის დახარჯვა და არც მე მჭირდება თუ ყველაფერში შევდექი და ვრიალისტი, რა არის მაშინ აზრი, რომ სამყაროში ვიყო. შესაბამისად, დრო, მიეცი დრო, ნუ გეჩქარებათ, ნურსად ნუ გეჩქარებათ. ანუ აქ ასევე ხშირად მეკითხებიან, რომ აი კარმა მაქსიმალურად ჩქარა, როგორ გამოვისყიდო, როგორ დავამუშაო. ნუ გეჩქარებათ, კარმა არის მთელი ცხოვრება, მთელი ცხოვრების გზა არის. სანამ ცოცხალი გაქვთ, მანამდე არსებობს კარმა და სანამ არსებობს კარმა, ხარ ცოცხალი. ამიტომ სიჩქარე არაფერში არ ღირს, ყველაფერს საჭიროა, რომ კონდეს თავისი რაღაცა დრო, რომელშიც ის რეალიზდება და საჭირო არის მოთმინება. ის, რასაც ეჩქარება თქვენში, ეს არის ტვინი, რომ რაღაცები ჩქარა ხდება, ვიღაცები თქვენზე სწრაფად მიდიან, თქვენ ისე ვერ მიდიხართ და ვიღაცებმა გაგასტრეს და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ისევ ბუნების მაგალით შევხედოთ. სამყაროში ნებისმიერი ყვავილი, ნებისმიერი მცენარე არის სხვადასხვა ვადებში გაწერილი, ყველას თავის პოტენციალი აქვს. ვიღაცა ადრეულ გაზაფხულზე ამოდის, რომელიღაცა გვიან ზაფხულს ყვავილობს, ხო? ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ის რომ მაგალითად მარწყვი მოდის მაისში, აი როგორ გესახებათ ახლა რომ ყურძანს უნდა შურდეს, იმისი რომ 4 თვით ადრე შეუძლია რომ მარწუს გაიხაროს და ეს მხოლოდ აგვისტოს ბოლოს ხარობს, რა თქმა უნდა არა, ხო? იმას ასეთი ფუნქცია აქვს, ამას ასეთი ფუნქცია აქვს და შესაბამისად ადამიანებისთვის და მოხმარებისთვის ესეც არის საჭირო, რომ მარწყვი რო იწყებს მოსვლას, მერე სხვადასხვა ხილი შემოდის და ყურძნით მთავრდება მოსავლის მიღება და შესაბამისად ადამიანები მთელ ამ მრავალფეროვან სპექტრში იღებენ სიამოვნებას. და მთელი ამდენი თვე ტკბებიან მოსავლით და ხილის მრავალფეროვნებით. ასე არის ყველაფერი დედამიწაზე, ხო? თქვენც მაშინ გაიხარებთ და მაშინ რეალისტებით, როცა ეს საჭირო იქნება სამყაროში, იმიტომ რომ სამყაროში არის ძალიან ზუსტი ტაიმინგი, ანუ დროის შეგრძნება და ყველაფერი ხდება ზუსტად იმ დროს, როცა საჭიროა და თუ თქვენი რეალიზაცია უნდა მოხდეს თუნდაც გვიან ზაფხულზე, ესე იგი ასე არის საჭირო და ნუ უყურებთ იმ მარწუხს, რომელიც მოდის მაისში, იმიტომ რომ მის დანიშნულება ეს არის. ამაგერად, როცა თქვენ უხვალთ, მარწყვი აღარ იქნება და ასე არის დალაგებული ყველაფერი სამყაროში. ამიტომ ამ კითხვაში ერთადერთი პრობლემა, რაც დგას ამ საკითხის უკან, არის დრო და მოთმინება. მხოლოდ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ მიდიხართ თქვენ გზაზე. ყოველდღე ხართ აი ამ თქვენი როლის გზაზე და თქვენ სწორი მიმართულებებით მოძრაობთ. მხოლოდ ეს არის, რაშიც უნდა დარწმუნდეთ და დანარჩენი თავისით მოხდება, როცა ამის დრო იქნება და როცა საჭირო იქნება. შემდეგი კითხვა არის კრია იოგით თუ შეიძლება წინა ცხოვრების გახსენება. თუ ადამიანს კონკრეტული მიზანი აქვს, რომ უნდა წინა ცხოვრების გახსენება, მაშინ აქ იოგა და მედიტაცია არ არის პირველი პასუხი. პირველი პასუხი ამაზე არის რეგრესული ჰიპნოთერაპია, რომელიც პირდაპირ ამაზე არის ორიენტირებული, რომ გავიხსენოთ წინა ცხოვრებები. რატომ არ გვახსოვს წინა ცხოვრებები ზოგადად? ეს არის სამყაროს რეალურად ძალიან ესეთი კარგი კანონი, რომელიც ჩვენ გვიცავს იმისგან, რომ უფრო მეტი ნეგატიური კარმა არ განვახორციელოთ. აი მაგალითად თუ ჩემს გარშემო სამყაროში ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელსაც წინა ცხოვრებაში რაღაცა გამიფუჭა და მე ეს მახსოვს, მაშინ დიდი ალბათობა იმისა, თუ მე ჯერ არ ვარ გაცნობიერებული და რაღაცა სულიერად განვითარებული, რომ რა თქმა უნდა სამაგერო გადაუხადო, ან ცუდად მოვექცე, ხო? ამიტომაც რეალურად ის რომ არ გვახსოვს წინა ცხოვრებები, ეს არის ერთგვარი დამცავი მექანიზმი, რომ ჩვენ უარესი ცოდვები არ ჩავიდინოთ და პირიქით გამოვისყიდოთ. ხოლო ადამიანი, რომელიც სულიერ განვითარებაშია და რაც უფრო მაღლდება და რაც უფრო ვითარდება, მით უფრო მას ახსენდება თავის წინა ცხოვრებები, იმიტომ რომ ამ წინა ცხოვრებების გახსენებით მას არანაირი რეაგირება აღარ ექნება და არანაირად არ ჩახლართავს და არ გაართულებს მისი ცხოვრების კარმას.
მაგალითად ადამიანი რომელმაც გააცნობია რა უპირობო სიყვარული და გულის ჩაკრა აიმაღლა და შეუძლია ამ მდგომარეობაში ყოფნა, რომელმაც თანაგრძნობის ძალა იცის, რომელმაც აი ამ სიყვარულის ძალა იცის და მაქსიმალურად მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობებშია, მას თუნდაც გვერდით ყავდეს 3-4 ადამიანი, რომელიც მკვლელი იყო წინა ცხოვრებებში მისი და მისი ხელით არის მოკლული. ამაზე რეაგირება არ ექნება და ამას ძალიან ლოგიკურად და მიზეზშედეგობრივად აღიქვამს, არ გაბოროტდება და არაფერს არ გააფუჭებს. ამიტომ წინა ცხოვრებები იხსნება ხოლმე მედიტაციების დროს, იმიტომ რომ ჩვენი ენერგეტიკა მაღლდება, ჩვენ ვიზრდებით და შესაბამისად წინა ცხოვრებებს უწოდომა ჩვენთვის საზიანო აღარ არის ხოლმე და სპონტანურად ხდება ხოლმე თვითონ იოგა და მედიტაცია არ არის მაინც და მაინც მომართული იმაზე რომ ჩვენ წინა ცხოვრებები გავიხსენოთ, თუმცა რაც უფრო ადამიანი მედიტირებს და მიდის წინ და მაღლდება და სულიერად ვითარდება, მით უფრო მეტი კარი იხსნება მისთვის წინა ცხოვრებებიდან, მეტი ინფორმაცია ეძლევა მას წინა ცხოვრებებზე, ის ინფორმაცია, რომელიც მას არ დააზიანებს და ცუდად არ გამოიყენებს ამ ინფორმაციას. ანუ შესაძლებელია კი არა მარტო კრია მედიტაციით, არამედ ნებისმიერი სხვა მედიტაციითაც, ოღონდ გულისხმობ რომელიმე სერიოზულ სკოლას მედიტაციის და არა უბრალოდ მარტივად დავაკვირდეთ სანთელს, ეს მედიტაცია არ არის, ეს უბრალოდ მოდუნების და დაკვირვების პრაქტიკაა, ხო? შესაბამისად მართლა სერიოზულ მედიტაციაზე, კლასიკურ მედიტაციებზე თუ არის საუბარი, ნებისმიერი მედიტაციის დროს შესაძლებელია წინა ცხოვრებების გახსენება, უბრალოდ ეს ხდება განვითარების რაღაც ეტაპებზე. შეიძლება ადამიანს არც გაახსენდეს მედიტაციების დროს არანაირი წინა ცხოვრება, მაგრამ ადამიანი რომელიც სულიერად ვითარდება, მას დიდად არც აქვს ამის ინტერესი, რომ მაინც და მაინც რაიმე წინა ცხოვრებები გაიხსენოს. რაც შეეხება უკვე ჰიპნოთერაპიით წინა ცხოვრებების გახსენებას, ამას თავისი მიზანი აქვს, რატომ გვაქვს ამაზე წვდომა და რატომ შეგვიძლია ასე გაკეთება, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში გარკვეული წუხილები, კვანძები, ეს იქნება ფიზიკური, სულიერი თუ ენერგეტიკული, გვაქვს ხოლმე სწორედ წინა ცხოვრებებიდან გადმოყოლილი, როდესაც წინა ცხოვრებაში ვერ მოხდა რაღაცის ბოლომდე დამუშავება და აქედან გამომდინარე, როდესაც რეგრესული ჰიპნოზის დანიშნულება ზოგადად ეს არის, რომ ჩავიხედოთ რა ხდებოდა, რა კვანძი მოყვება და ჩავხსნათ წინა ცხოვრებიდან ეს კვანძი, რომელიც მოყვებოდა და ამ ცხოვრებაში რომ აღარ მოქმედებდეს და აღარ აისახებოდეს ჩვენს ენერგეტიკაზე და ცნობიერებაზე თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ თუ წინა ცხოვრების გახსენების მიზანი არის ეს, რომ გავერკვე და მაქვს გარკვეული რაღაცა პრობლემები და კითხვები და ვერ ხვდები რატომ აქვს და მინდა ამ ყველაფერში გარკვევა, მაშინ ამის საუკეთესო გზა არის ჰიპნოთერაპია და არა მაინც და მაინც მედიტაცია. მაგრამ თუ ადამიანს სულიერი ზრდა სურს და ზოგადად ენერგეტიკის ამაღლება, მაშინ რა თქმა უნდა მედიტაცია არის ყველაზე სწორი გზა და პარალელურად შეიძლება რომ ნელ-ნელა რაღაცა სხვა წარსული ცხოვრებებიც გაიხსნეს. და ამ ეპიზოდისთვის ბოლო კითხვა ეხება საქართველოს და ევროკავშირს, შევა თუ არა საქართველოს ევროკავშირში და რა ბედი ეწევა ზოგადად ევროკავშირს თუნდაც და აქ მე პირადად არ გიპასუხებთ, მაგრამ დაგიტოვებთ ჩანაწერს QHHT ჰიპნოთერაპიის CNC-დან, სადაც გოგონა საუბრობს ევროკავშირზე, საქართველოს როლზე, დაახლოებით ვადებზე, რა როგორ მოხდება და ეს ჩანაწერი მე მგონი უფრო მეტ პასუხს გაგცემთ, ვიდრე მე რომ მოგიყვეთ ახლა იმ ჩანაწერში რა ხდება. ამიტომ გიტოვებთ ამ ჩანაწერს, პატარა ინფორმაცია საქართველოს ბედიყვალთან დაკავშირებით უკვე გაზიარებული მაქვს სხვა CNC-დან ამონარიდი მაქვს სხვა YouTube ვიდეოში გაზიარებული, ლინკს დავდებ აღწერაში თუ გაინტერესებთ და აქ კიდევ დამატებით ინფორმაციები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის კონკრეტულად ევროკავშირთან დაკავშირებით და კიდევ ბევრი სხვა დეტალი საქართველოს შესახებ, ასე რომ სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ და აუცილებლად დამიკომენტარეთ, იმიტომ რომ თქვენი კომენტარებით ხვდები მე ღირს თუ არა კონკრეტული რაღაცა კონტენტის გაგრძელება და კიდევ კითხვებზე პასუხის სხვა ეპიზოდების გაკეთება. ტრამპს თითქოს რაღაც დანიშნულება კიდე სოფლიო კუთხით, ანუ აი მაგაზე მინდა რომ მკითხო, რაღაცა ვიცი თითქოს რომ ტრამპი რაღაცას გააკეთებს. საჭიროა ეგ რომ ვიცოდეთ? არ ვიცი. მგონი კი, ანუ რაღაც ტრამპი კარგი ტიპია რა. ამერიკისთვისაც კარგი ტიპია და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც თითქოს რუსეთთან ისე მოაგვარებს ურთიერთობა საქართველოსთვისაც და თავისი ქვეყნისთვისაც, სირიისთვისაც, ისლამური სახელმწიფოებისთვისაც, აი იმ ხალხისთვის, ვინც უდაბნოში ცხოვრობს, აი მაგათთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი ადამიანი, ანუ ძალიან თითქოს მარტო იმით კი არ არის ძლიერი, თითქოს რაღაც მაგიური ძალაც აქვს, რომ ხალხი აიყოლიოს და რაღაცა ამერიკისთვისაც კარგი იქნება მისი პრეზიდენტობა და პუტინი იქნება ძალიან სუსტი მასთან შედარებით.
უკრაინასთან რაღაცები შეეშალათ ყველას და წორმიდგომას განახორციელებს ახლა. ანუ რაღაცა არის უკრაინასთან რაც არ გააკეთეს სწორად დანარჩენმა ქვეყნებმა და ტრამპი სწორად იზამს. ანუ თან დაეხმარება და თან დისტანციურად იქნება. თითქოს ისე შეუწყობს ხელს უკრაინას, რომ თვითონ დაიხსნა რუსეთისგან თავი, ანუ სხვების დასახმარებლები არ გახდნენ. და როდის დაიხსნა? ხედავ ძალიან დასუსტებულს ტრამპის ფონზე. თითქოს ანუ გამოაშკარავებს ევროკავშირის ნაკლოვანებებს და იმას, რომ თითქოს საჭირო არ არის საერთოდ ევროკავშირის ყოფნა საერთოდ. ანუ არ არის საჭირო რა, ტყუილად არის ეგ ორგანიზაცია. ტყუილად შედიან ეგ წევრები, ვიღაცებს თანამ კარგი ტიპები არ გახდებიან, მანამდე არ იღებენ და კარგი ტიპი თუ გახდა სახელმწიფო, რაღაც უნდა მე ევროკავშირში ყოფნა. მეგობარი სახელმწიფოები ისე შეუძლია იყოლიოს. ხო, მართალია. და ტრამპი არის ძალიან დიდი ადამიანი, მაგ მხრივ რა, მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი დავალება აქვს მას და საჭიროა მისი პრეზიდენტობა. ანუ რაღაცები იბრძოდნენ, სასამართლო დავა ჰქონდა, ეს ხო ცნობილია, პრეზიდენტი გახდებოდა, ან ციხეში ჩასულდნენ და დაეხმარნენ, ვიღაცები დაეხმარნენ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და ანუ იმ ბნელ ძალებს, რომლებიც რაღაცებს აფუჭებენ ქვეყნებში, ხო? ან თუნდაც ეს უკრაინის ომთან დაკავშირებით უნდათ, რომ ტრამპი არ ყოფილიყო პრეზიდენტი და მაინც ვერ გაიტანეს თავის და ძალიან დასუსტებიან ნელ-ნელა. იმიტომ რომ ტრამპს ხედავ ძალიან ნათელ ადამიანად, აი გარეგნობა ხო რაღაც უცნაური აქვს და ამ გარეგნობით უნდა ხდებოდეს ყველა რომ ანუ ეს ტიპი არის განსაკუთრებული, სიკეთის მომტანი, ანუ მკაცრია და რაღაც დესპოტი ჩანს, მაგრამ თითქოს ოჯახში, თითქოს პრეზიდენტათაც, მაგრამ ანუ ეგ საჭიროა, ანუ დისციპლინისთვის საჭიროა, ანუ ქვეყანაში რომ გაასწორონ ფოკუსი თვითონ ამერიკამაც და ამერიკა ძალიან ძლიერი ქვეყანა იყო ადრე და უნდა დაეხმაროს დანარჩენ მსოფლიოს, ანუ აქვს ამერიკას ეგ რესურსი, ხო მრავალი ეთნიკურია და ამის გამო აქვს ეგ რესურსი, რომ ყველა ქვეყნის მარგალიტი იქაა მოყრილი თავს და ტრამპი თუ ანუ კარგი ლიდერი და თუ კი არა იქნება ამ რესურსებს გამოიყენებს იმ ხალხების დასახმარებლად, ვინც იქ არიან რეალურად თავმოყრილი, ხო ევროპიდან არიან, აზიიდან არიან და აფრიკიდან არიან და ასე შემდეგ და ანუ ეგ მაგ მარგალიტებმა ამერიკაში იმისთვის არ მოიყარა თავი, რომ უბრალოდ თავისთვის იყვნენ, იმისთვის მოიყარა, რომ ეს მარგალიტები მერე დანარჩენ მსოფლიოში გაიდნენ ისევ და თავის სახელმწიფოს უნდა მოხმარდნენ ისევ. ტრამპი ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება, ძლიერი და რამდენიმე ვადით აირჩევენ, თითქოს კიდე იმდენად მოეწონებათ. 2 ვადით მინიმუმ, ანუ 2-ს ხედავ რაღაცნაირად და 2 ვადით მინიმუმ აირჩევენ. და ზოგადად მსოფლიოში დაიცადგურებს სიმშვიდე ამის გამო, რომ ტრამპი ამერიკის რესურს, თავის რესურს გამოიყენებს, რომ დაალაგოს და ანუ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ელვის სისტრაფით მოხდება რაღაცეები. გონებრივი რესურსი აქვს და ხო მოხუცია, მაგრამ იმდენი ცოდნა აქვს და იმდენი რაღაც, რომ თითქოს ანუ ყველაფერს გააკეთებს დანარჩენ მსოფლიოში და რაც შეიძლება და რის უფლებასაც ეს რესურსიც ექნება ყველაფერს გააკეთებს და ამ ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, მაგრამ მაინც გაიტანს თავისას. საქართველოსთან ეყოლებიან, მაგრამ საქართველოში უკვე არის რაღაც ვედური ცოდნის ნაწილი, რაც ვერ მოკვდება და პირიქით გაფართოვდება. ძალიან როგორ ხედავ ვიცი საქართველოს აი შუქირეს ჩაქრობა ალაგ-ალაგ კორპუსებში და ბევრგანვანთია. აი ის ჩამქრალ ადგილებს ვხედავ სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ასევე მახლობლად ვხედავ ბევრგანათებულს. აი დღესდღეობით არის ნახევრად ბნელი საერთო ჯამში რო ავიღოთ პროცენტულად, გაბნეულია სხვადასხვა რეგიონში. ამე ანუ აფხაზეთში და ოსეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ბნელი სულ. მაგრამ ანუ საზღვართან არის ნათელი წერტილები. ანუ მან ჩაბნელებულია. რატო აიგრე ალბათ ოკუპირებულის გამო, მაგრამ დანარჩენი ადგილები არის განათებული და შიგადაშიგ არის ბნელი, მაგრამ ეს ნათელი წერტილი რო შევა ოთახში, ხო? ისეთი უკუნეთი სიბნელი აღარ არის.
და ეს ახდენს გავლენას, რომ ის ბნელი ადგილები და ადამიანები, რომლებიც ბნელები არიან, უფრო მეტად უფრო ნათელები ხდებიან, ანუ ბოლომდე ვერ, მაგრამ ანუ რაღაცა ბოროტები აღარ არიან თითქოს რა. აი ეგრე ხედავ. მაგრამ ეს ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ რაღაცა ისე თითქოს რაღაც არის საჭირო. თითქოს ტრამპისგან არის რაღაც საჭირო მან ჩარევა. შავი ზღვა იკვეთება ძალიან კაცრად კი არა, მან მკვეთრად, ანუ ლურჯდება უფრო მეტად თითქოს შავი ზღვა იყო ძალიან რაღაცნაირი უხიმღა მონაცრისფერი და ლურჯდება წყალი თითქოს ხა ამ საკითხზე რო ვფიქრობ რომ იქ ანაკლის პორტი რო არის მაგას უკავშირდება წყალს შავ ზღვას საქართველოს არის სტრატეგიულად სოფლიოსთვის შავი ზღვის გამო ძალიან გემებს ხედავ ძალიან ის არის ანუ მომგებიანი და მაგის გამო თითქოს არის გავლენა დადებითი აფხაზეთზე აფხაზეთზე უფრო ვიდრე სამხრეთ ოსეთზე დავიბრუნებთ ძალიან ცუდი სიტუაცია სამხრეთ ოსეთში ვიბრუნებთ მაგ ტერიტორიებს ოდესმე აფხაზეთს უფრო ადრე იმიტომ რომ ზღვას უკავშირდება და უფრო ადრე აი ნელ-ნელა ვიბრუნებთ ან ნელ-ნელა ხდება ნათელი მაქეთ შუქები ინთება ხალხი რაღაცებს ხდება თვითონის მოსახლეობას და აი ესე ხო აფხაზეთი რაღაცნაირად ესე რუკაზე ესე ანუ საქართველოს რუკაზე ესე და ზღვა აქეთ არის შავი ზღვა და აქ აფხაზეთის ტერიტორიაა ესე ხო და თითქოს ზღვიდან შედის ეს ნათელი სხივები და მთლიანად მოიცავს მე ამ ტერიტორიას ოღონდ ნელ-ნელა ხდება არც ისე ნელ-ნელა მაგრამ ხდება რა მაგრამ ოსეთიდან ყალიბა დაჭირდება არ ვიცი მაგის მომავალს არ ჯერ ვერ ხედავ და ეს აფხაზეთი რამდენ ხანში ხდება დაახლოებით ანუ ტრამპს უკავშირდება აი რამდენჯერაც აფხაზეთზე მეკითხები ტრამპი მახსენდება ეგრევე ტრამპს და შავ ზღვას უკავშირდება თითქოს ანაკლის პორტის პროექტი ჩავარდა და ვიღაც ბნელებმა ჩაიგდეს ხელში, მაგრამ ანუ ეს უნდა დაიბრუნოს საქართველოს ტრამპის დახმარებით. მაგრამ ვიღაცებს ეგ არ აწყობთ. უნდა დაიბრუნოს და თუ დაიბრუნებს, მე ეშველება ამ აფხაზეთს და მთელ საქართველოსაც რა. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია ეგ ანაკლის პორტი. და ევროკავშირში გვაქვს შანსი შესვლის? ევროკავშირი ხო არ იქნება. ევროკავშირი აღარ იარსებებს სადღაც 2 წელი მგონი და всё. და საქართველოს ისეთი მაგარი ტიპი გაიჩნდება მსოფლიოში, რომ ანუ ევროკავშირი საერთოდ ანუ საერთოდ ვინ არის ევროკავშირი ჩვენ ფონზე? ესეთი მაგრები ვიქნებით, ანუ აი რაღაც მარგალიტივით ვიქნებით მთელ მასში მსოფლიოში, მარტო ამიერკავკასიაში კი არა, ანუ მთელ მსოფლიოში ვიქნებით განათებული ობიექტები, ანუ ზღვით შემოვლენ ვიღაცები დაინტერესებთ, ანუ რა არის ამ ქვეყანაში ესეთი კარგი და ეს 2 წელიწადში ხდება? ანუ 2 წელიწადში ხდება ევროკავშირის თემა. მაგრამ საქართველოს ვერ ხედავ ზუსტად რამდენ წელში, მაგრამ თითქოს მალე, ძალიან მალე. აი თავიდან ხედავდი ძალიან რამდენიმე ობიექტს, კახეთში ერთ ნატურას, ვამეგრელოში ერთ და ასე და ეხლა უკვე რო საუბრობ ამაზე, ანუ ბევრია ძალიან. ანუ კახეთში რო 10 კოშკი ჩავდგათ და გავანათოთ და სხვაგან კიდე სხვა კოშკები და ყველა რეგიონი. აი ოსეთი არის ძალიან რთულად მისადგომი. მაგას იცი რატოა რთულად მისადგომი, აი რა საზღვარიცავს იქეთ რუსეთის მხარეს. რუსეთი ვერაფერს ავნებს, მაგრამ მე თვითონ არ უნდა თითქოს თუ აი რაღაც ჩეჩნეთიც არის კავშირში მაგ ოსეთთან მაგათი ლიდერიც აი თითქოს მაგას გავლენა და ეს ხალხი ძალიან სუსტია და თითქოს რაღაც ამოკბეჭილი შავი ლაქასავით რჩება ოსეთი, მაგრამ აფხაზეთს ჟავის მომავალ შეიძლება ანუ ვერ ვუშვებ რომ საერთოდ დავკარგოთ, მაგრამ აფხაზეთი ბევრად მალე, ანუ აფხაზეთი უეჭველი ამბავია რა დავიბრუნებთ. აფხაზეთი აუცილებლად საქართველოს ნაწილი გახდება. და ვედური ცოდნა საიდან არის საქართველოში ამდენი? ამერიკიდან. ამერიკიდან არის, ტაილანდიდანაც არის. მაგრამ ფესვებს უფრო ამერიკიდან გაიდგამს უფრო მეტად.
ის ცენტრები რაც არის TM-ის კიდე რაღაც ცენტრია თითქოს საქართველოში ვიღაც ცენტრი კი არა თითქოს ადამიანები ჰილერები არიან და აი ამათი წყალობით გავცელდება რაღაცა ცოდნები მე ნელა ესენი ასწავლიან ამ ბედურ ცოდნას რაღაც კუთხით მე სხვა ცოდნა შემოვაკიდე და იმასაც გავრცელებენ სხვები და ინტერესდებიან და ასე გავრცელდება ადამიანებით. მაგრამ ამას აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს, იმიტომ რომ ამ ხრივ უნდა განვითარდეს საქართველოს. ეს ცოდნა აუცილებელია, იმიტომ რომ ეკონომიკასაც უკავშირდება თითქოს, თუ ხალხი არ გამოიღვიძებს, ეკონომიკასაც არ ეშველება არაფერი. იმიტომ რომ ეკონომიკას ხალხი ამოძრავებს და როგორ იქნება ხატაკი ქვეყანა ხო იქნება თუ ხალხი არ გამოიღვიძებდება რა. ხო და ის რასაც ხედავ აუცილებელია რომ ხალხი იყოს ჯერ გამოიღვიძლებული და მერე მოხდება ეგ რაღაცები და ეგ ადვილი პროცესი არ არის, მაგრამ ძალიან სწრაფი პროცესია და უკვე დაწყებულია. ძალიან გვეხმარება მაგაში. პირდაპირ კი არ გვეხმარება, აი თითქოს თუ დივიზიასავითაა, მაგრამ აი ძალიან გვიწყობს თავისი გატარებული პოლიტიკით ხელს რა. გვეუბნება რომ თქვენიც უნდა გახდეთ მაგარი ტიპები და დაგეხმარებით, მაგრამ ესე მე ფულს მოგცემ და შენ რაღაცა გააკეთე, ასე არა. თავად გამოიმუშავეთ, თავად აწარმოეთ, თავად შექმენით და ერთმანეთში გაინაწილეთ, ვიღაცა ტანსაცმელს შეკერავს, ვიღაცა ხორბალს მოიყვანს და შიდა წარმოება გააკეთეთ, თითქოს ამას გვეუბნება. ხო და სწორად გვეუბნება რა, ასე უნდა მოვიქცეთ და იმპორტირებულ საქონელზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, თორე სულ ღარიბები ვიქნებით. ჩვენიც უნდა გავაკეთოთ და ამიტომ რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად ძალიან მაგარი გახდება ამის გამო, რომ მაგით დაინტერესდებიან სხვები, რომ როგორ მოახერხეს, რომ ესეთ დამოუკიდებლები გახდნენ. წარმოებას მივყავთ ხელს მასიურად. ხო, წარმოებას სხვადასხვა კუთხით, მე ერთმანეთში ვაჭრობას და გაცვლას. ამ გემებით რაღაც შემოაქვთ და მიაქვთ ანაკლიის სპორტიდან და ძალიან მაგარი ტიპები ვიქნებით რა. ეგრე ხედავ ამდენ თამბჯენები რომ მოეკიჩრობები მოვიგონეთ ეს არასწორია რა. აღარ აშენდება ესენი პირიქით ბუნებას მივხედავთ და ვხედავ რომ გამწონებები ქალაქში, სოფლებში ხო ძალიან მაგარი სიტუაცია მაგ მხრივ გაუფრთხილდებიან ცხოველებს. თითქოს ზემოდან უყურებ საქართველოს და ისი არის განვითარებული. ვიღაცებს არ უნდათ სიახლეები და ცვლილებები, უფრო ასაკოვან ხალხს, მაგრამ მაინც მოხდება რა. გარდაუვალი ახალ თაობაში. ძალიან კაი ტიპები იქნებიან თვითონ ადამიანების ერთმანეთისთვის გრძნობით ამას. ძალიან ესე ხელს ბანსო რაღაცა ეგ დიამონდის ახლა რომ ძალიან დაიხმარებიან ერთმანეთს. და საქართველოს როლი თვითონ რა არის მთელი დედამიწის მასშტაბით რა როლს შევიტანთ? ხებს კი არ ვეხმარებით რამეში. ჩვენ ხდებით ისეთი მაგარი ტიპები რომ მოგბაძავენ მე სხვები სხვა ქვეყნებიც იმისთვის ჩამოვლენ თითქოს ღვას ხედავ რომ აი პორტით გაიხსნება რაღაცა გემები მარტო გადაზიდვისთვის არ იქნება და უფრო ხალხიც ჩამოვა ზღვით. იმიტომ რომ ძალიან მოეწონებათ ზღვით საქართველოში შემოსვლა და ტურისტები მაქედან უფრო შემოვლენ ვიდრე თვითონ მფრინავით და ეგ პორტის ტერიტორია აფხაზეთი და რაღაცა იმდენად ძალიან მაგარი იქნება რომ აი როგორც ადრე იყო საბჭოთა კავშირის დროს და რაღაცა გემებით რო ხალხი დადიოდა თუ რაღაცა ეგეთი აფხაზეთის ცხოვრება საქართველოს ნაწილი იყო და ერთი მთლიანობა იყო ახლა გამახსენდა სანამ დამოვიწყდა ვიტყვი რომ რუსეთთან მაინც გვექნება ეგ საზღვარი საბჭოთა კავშირი მახსენე მაშინ გამიელვა ახლა რომ რამე ერთიანობა არ ვიქნებით საზღვარი არის რუსეთთან აფხაზეთის იქეთ აფხაზეთი რომ თავდება აფხაზეთი ჩვენია ხო და ეს ხალხი რომ შემოდის აქედან მას ვამბობდი რომ აი მაგის სანახავად შემოდის რომ ესეთი მარგალიტი როგორ არისო ესე როგორ ანათებს მთელ სოფლიოში მათი სახელიო ესე როგორ განვითარდებნენო ჩვენც ნახავთ ვის სიამოვნებთ და ვისწავლით და რაღაცებს ჩვენიდან წაიღებენ ვისწავლენ და თავის ქვეყანაში დანერგავენ იმ ტრადიციები რაც ჯანსაღია საქართველოში თუნდაც სტუმარმასპინძლობის თუნდაც საკვები საკვები ძალიან და ღვინო
ხახო უნდა გამახსენდა უნიკალური გახდება, უფრო მეტად უნიკალური, სადაც ხო არის, მაგრამ არაფასებენ არსად ეხა იმდენად ძალიან ერთეულ შემთხვევაში და აი მან სიტა წარმოება რომ დაიწყება, ეგ უნიკალურობა კიდევ უფრო გამოჩნდება, კიდევ უფრო რეალიზდება მსოფლიო მასშტაბით და აი ამას დაინახავენ, რომ ძალიან მაგარი ქვეყანაა და საგანძურია მთლიანად ქვეყანა. იმდენი რამე ხდება აქ, ქართლში, კახეთში, იმდენად აფხაზის თავისი ხიბლი აქვს, აჭარას თავისი ხიბლი აქვს და იმდენად მოკლედ მიაღწევენ ინდონეზია ტურისტები ინდონეზია შემოვლენ, რომ ჩვენ მივაღწევთ ინდონეზს, რომ ანუ კაი ტიპები ვიქნებით რა მოკლედ და მაგით მოეწონებათ, თორე რამე განძია თქო, გითხრა ვერ, ანუ განძი არის თვითონ ქვეყანა და ეს ტრადიციები და წარსული რაც გვაქვს ხას გავუსვა მან რომ ჯანსაღ ტრადიციებს გულისხმობ და არა ეს მინდა რომ საქართველოს ესეთი ცუც ვერაფერს ვერ ხედავ ომებს და ასე შემდეგ.